დავიწყოთ თემით, როგორ შეიძლება ისახოს ისრაელის მიდანის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკაზე და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესებს საქართველოსაც. ზოგადად სიტუაცია რომ არ არის მარტივი, ჩვენ ხედავთ ამას. იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთი აქვეა, ირანი ჩვენგან არის დაახლოებით 300 კილომეტრზე და ეს ესკალაცია ჩვენ არ ვიცით რა ფაზაში გადავა. ანუ ყველაფერი არის დამოკიდებული, ეს იქნება შედარებით მოკლევადიანი კონფლიქტი თუ იქნება უფრო ხანგრძლივი. აქ მე გულისხმობ, ეს მაინც ლოკალური კონფლიქტია მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება, მათ შორის კოსმოსიდან და სადაზვერვო ინფორმაციით, თუ იგივე რაკეტების, ესე ვთქვათ, ჩამოგდების საკითხში. მაგრამ ჯერ ოფიციალურად არ არის ამერიკა ჩართული ამ კონფლიქტში, ანუ ლოკალური კონფლიქტია, არა გადასულა, რომ ვთქვათ, რეგიონალურ კონფლიქტში. აი, თუ გადაფორმატდება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი და უფრო შორსმიმავალი შედეგებით. ანუ მოკლევადიანი ჩვენზე ნაკლებად აისახება ეს მინდა თქვა. მოკლევადიანი გულისხმობ აი ეს პროცესი, რომელიც ეხლაა. დღეს არც თავარი მაგისტრალები არ არის ჩაკეტილი, მიგვაქვს იმცა რომ ესეთი მსროლებია რაკეტების ომხრივი, ხო? და ნგრევა არის ენერგეტიკული ობიექტები შეთანხმების ირანში არის დაზიანებული, არის სამხედრო მსხვერპლიც დიდი, მაგრამ ჯერ არ გადასულა ეს იგივე სახმელეთო ოპერაციებში. პირდაპირ საზღვარი არა აქვს ირანს ისრაელთან, ეს თუ გადავა სახმელეთო ოპერაციებში, ეს უკვე ნიშნავს გადაფორმატებას ამ ლოკალური კონფლიქტის უკვე რეგიონალურ და გლობალურ კონფლიქტად. ეხლა მოკლევადიანში რა გულისხმობ, აი უახლოეს 10 დღეში ესე შეიძლება ვთქვათ, ეს პროცესი წაიწავა. ანუ ესკალაცია გაიზრდება თუ პირიქით შეიძლება წავიდეს დაწნარებისაკენ. მე არ გულისხმობ მაინდა-მაინც, რომ საზავო ხელშეკრულება შეიძლება მოხდეს, აი დაიდოს, რადგან არის საუბარი, შეიძლება უბრალოდ ისრაელმა გააკეთოს განცხადება, რომ თავარი მიზანი, რაც იყო ამ ოპერაციის, ანუ ატომური ინფრასტრუქტურის განადგურება ფაქტობრივად დასრულდა და ირანს აღარ აქვს შანსი რომ აწარმოოს ატომური იარაღი. ეს ვარაუდები ერთ-ერთი ვარაუდია. არსებობს სხვა სცენარიც, რომ შუამავლების მეშვეობით საზავო ხელშეკრულება გაფორმდეს. ანუ აქ-ერთი პირობა ვიცით, რომ ირანმა უნდა უარი თქვას ატომური იარაღის წარმოებაზე საერთოდ. აი აქედან გამომდინარე, ჩვენ აი ამ ადგილში შეიძლება ამ პროცესზე ვილაპარაკოთ. ანუ მოკლევადიანში ჯერ რაც არაფერი არ ხდება, ჩვენ ხედავთ საქართველოში, არც სავალუტო კურსს დათხოვია, არც ფასებს. უფრო გასაგებად აღწერ, რომ ლოკალური განვითარება აბსოლუტურად განსხვავდება ხანგრძლივი განვითარებისგან. მე გულისხმობ კრიზისისგან. იმიტომ რომ ჯერაც ერთი საქართველოს ირანს შორის მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თითქმის გაორმაგებულია საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ირანი მაინც არ არის ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა. დაახლოებით 10-ში შედის, მე-10-ია რეალურად ვთქვათ და საქართველოს და ირანის შორის სავაჭრო ბრუნვა თუნდაც 2024 წლის მონაცემებით იყო 322 მილიონი დოლარი. თვალსაჩინოებისათვის ჩვენი სავაჭრო ბრუნვა საგარეო გასულ წელს იყო 23.5 მილიარდი. ანუ ფაქტობრივად 1%-ია. და აქედან გამომდინარე ეს რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენს. მით უმეტეს ჩვენ ვავიღოთ ეს სავაჭრო ბალანსი უარყოფითი ქონდა ირანთან თქვათაშორის. ექსპორტი მხოლოდ 48 მილიონი იყო. მაგრამ როცა 285 მილიონი იმპორტი იყო და დიდად ჩვენა საქონელი შემოქონდა. ეს იყო ნავთობპროდუქტები, ეს იყო მაზუთი და ეს ასევე იყო დიზელი. დიზელის საწვავი, ეს სამშენებლო მასალები შემოქონდა ირანიდან ასევე, მაგრამ ეს ჩანაცვლებადია ამის თქმა მინდა რომ ჩაიკეტოს საზღვარი. ამის ალტერნატივა არსებობს ძალიან ბევრი მიმართულებით და ეს
ამას შეება ხანმოკლე, ძალიან ხანმოკლე ზეგავლი უნდა მოახდინოს ფასებზე. ის დაბალანსდება, იმიტომ რომ იგივე ნავთო პროდუქტებს ჩვენ ვიღებთ აზერბაიჯანიდან, ძირითად ნაწილს რუსეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან სხვათა შორის. ანუ დივერსიფიცირებულია ნავთობის იმპორტი იგივე რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან ნაწილს. აქედან გამომდინარე აქ რაიმე დეფიციტის შექმნა რო წარმოვიდგინოთ არ არის სერიოზული, იმიტომ რომ მithumetes კიდევ ერთხელ გეუბნებით ირანთან კი არის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილი, მათ შორის ნავთობპროდუქტების, მაგრამ თლიანი ბრუნვის მხოლოდ 1% არ არის პრობლემა, ცოტა ნაკლები პრობლემა. გინდა ხანმოკლე და გინდა გრძელვადიანი განვითარების სცენარები, გინდა ერთი და გინდა მეორე. ამიტომ ეს არის ერთი საკითხი. მოკლებადიანს მე ვამბობ უახლოეს ადგილში რა სცენარი შეიძლება განვითარდეს და როგორ შეიძლება დასრულდეს. მაგრამ არის მეორე საკითხი. თუ ეს კონფლიქტი გადავა ძელვადიანში, ნერას გულისხმობ აქ. ანუ მოკლებადიანში ჩავთვალოთ, რომ აქ ეკონომიკაში რაიმე ცვლილება ან ფასებზე, ან ინფლაციაზე არ მოხდება. და არც ეროვნულ ბანკს არ დაჭირდება თქვათ ინფლაციური ზეწოლის განეიტრალება, მაგალითად მონეტარული განაკვეთის გაზრდით. ამიტომ ჩვენ მოკლებადიან პერსპექტივაში თუ რამაც ხედავთ, ვარ შედარებით, ესე ვთქვათ, ნაკლებად რისკის ქვეშ. მაგრამ თუ ეს პროცესი გადავა ხანგრძლივში, მაშინ მოხდება სხვა პროცესები, იმიტომ აბსოლუტურად განსხვავებული, იმიტომ რომ როცა საუბარია ოჯრუმის სრუტეზე, იქ გადის სოფლიო ნავთობპროდუქტების დაახლოებით 25%. ეს არის ყველაზე მოკლე გზა და ძირითადი არტერია, ესე ვთქვათ, დერეფანი, რომელიც ევროპას, უფრო სწორედ აზიას და ახლო აღმოსავლეთ და ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს. ანუ სპარსეთის ყურეზეა ძირითად საუბარი. ამიტომ თუ კონფლიქტი გადავა იგივე სახმელეთო ნაწილზე, სულაც რომ არ ჩაიკეტოს ოჯრუმის სრუტე, უბრალოდ გემები მოერიდებიან ამ მარშრუტით მოძრაობას და ეს გადამისამართება უკვე სხვა მარშრუტებში, მათ შორის აფრიკის სამხრეთის კიდეზე და ეს აუცილებლად უკვე გამოიწვევს გლობალური მიწოდების ჯაჭვების წყვეტას და გადაწყობას. აი ამ შემთხვევაში ნავთობის ფასი, თუ გავითვალისწინებთ ირანი მიუხედავად სანქციების ერთ-ერთი მიმწოდებელია წამყვანი ნავთობის სოფლიო ბაზრებზე, ფასი შეიძლება 100 დოლარსაც აცდეს. აი ეს არის გლობალური განვითარების სცენარის ყველაზე მაღალი ინფლაციური რისკის მატარებელი, იმიტომ რომ გაძვირებული საწვავი აუცილებლად აისახება ფასებზე. ყველა მიმართულებით, მათ შორის სამომხმარებლო ფასებზე, თუ გადაზიდვები გაძვირდება, ესეთი რისკები რომ გაიზრდება, მარტო საწვავის ფასით გამო კი არ გაძვირდება, გადაზიდვები დაზღვევა გაიზრდება. როცა ხდება გადაზიდვა, ორი ძირითადი კომპონენტი ეს არის დაზღვევის ხარჯი და ეს არის საწვავის ხარჯი, რომელიც ზემოქმედებს თვითონ გადაზიდვის თვითღირებულებაზე. ამიტომ ეს გლობალური სცენარი მაინც უნდა განვიხილოთ, ჩვენ არ ვიცით ამ ადგილში რა პროცესები წავა და რამდენად მზად არის, ანუ საქართველოს ამისათვის ალბათ ეს არის თქვენთვის საინტერესო. ხო, მიუხედავად იმისა, რომ მე ვამბობ, რომ გრძელვადიანი განვითარების სცენარი არასასურველია, არც რეგიონის ქვეყნებისთვის და არც ჩვენთვის სხვათა შორის. მიუხედავად იმისა, რომ იგივე ოჯრუმის სრუტე ძალიან შორსაა ჩვენგან. ეს არის დაახლოებით 1300 კილომეტრზე იქით. მაგრამ ირანი აქვეა. მაგრამ ირანთან მე გეუბნებით, რომ ჩაიკეტოს მეთქი ვაჭრობა ირანთან. ეს არ მოახდენს რაიმე სერიოზულ ზეგავლენას ფასებზე, არც საწვავის ფასზე სხვათა შორის. ეხლა როგორი არის აი ეს არასასურველი სცენარი დავარქვა შედარებით. თუ წავიდა ამ მიმართულებით, ანუ გახანგრძლივდა ეს კონფლიქტი და მოხდა საწვავზე ფასების და მოხდა ტრადიციული მიწოდების ჯაჭვები, თუნდაც აი იგივე საუბარია სპარსეთის ყურის ავლით მიწოდებები, არის ორი მომენტი. თქვენ წარმოვიდგინოთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ამ გეოეკონომიკაში არის ჩინეთი. იმიტომ რომ ჩინეთი ზუსტად ამ გზით იღებს იმპორტს ახორციელებს ენერგომატარებლების, ანუ საწვავის ძირითადად. საქართველოს როგორც შუა დერეფანი ამ შემთხვევაში
კიდევ უფრო დაიტვირთება. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ მხოლოდ რისკების არეალში მოხვდებით. ანუ შემოსავლები გაიზრდება, ტრანზიტი გაიზრდება, თუ ძელვადიან ფორმატში გადავიდა, იგივე ჩინეთთან ბრუნვა გაიზრდება და რა თქმა უნდა ჩინეთი ეს არის აზიის საქონელი, ეს არის ევროკავშირ აზიას შორის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ვარ ჩვენ, ეს იქნება პოზიტიური. მაგრამ ჩვენ კიდე არ ვიცით თურქეთის პოზიცია რა იქნება გლობალურ კონფლიქტში. თურქეთი შეიძლება აღმოჩნდეს ჩართული ამ კონფლიქტში, იმიტომ რომ ლიბანი, სირია თურქეთსაც აწყვეტა. ყველა ეს ტერიტორია, რომელსაც შეიძლება საბრძოლო მოქმედებები განვითარდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თუ მოხდა ეს გრძელვადიანი, ჩავთვალოთ, რომ ინფლაციური წნეხი გაიზრდება, იმიტომ რომ ენერგომატარებლები გაიზრდება, გადაჯიდვის ფასები გაიზრდება, რაც გააძვრებს პროდუქციას. მაგრამ ინფლაციური წნეხი ჩვენ ნახეთ COVID პანდემიის დროსაც იყო გაზრდილი, ხო? როცა ჩაიკეტა ყველა მიწოდების ჯაჭვები. ეროვნულ ბანკს დღეს აქვს ფაქტურად ყველა ბერკეტი, რომ მან მოახდინოს ამ ინფლაციური წნეხის დაწევა. არა მხოლოდ მონეტარულ განაკვეთს გულისხმობს, მათ სხვა ბერკეტებიც აქვს, მაგალითად მას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს პროცესებზე, მოზიდულ საქწრებზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით, შეუძლია ლარში დაკრედიტების მაჩვენებლის ლიმიტი, რაც დღეს არის, ის გაზარდოს და სხვა მომენტებიც არსებობს და აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკისთვის ეს პოლიტიკა, თუნდაც ინტერვენციები განახორციელოს ბაზარზე, ჩვენ ვიცით, რომ დღეს მონაცემებით სავალუტო რეზერვები ფაქტურად აღდგენილია იმ პოზიციაზე, რომელიც იყო შარშან, როდესაც ეროვნული ბანკი იძულებული გახდა დაეწყო ინტერვენციები. და მაშინ გახსოვთ, რომ პოლიტიკური დაძაბულობის გამო დაახლოებით 600 მილიონზე მეტი ინტერვენცია განახორციელა ბაზარზე, რომ მომხდარიყო ფასების სტაბილიზაცია. ანუ მთავარი მომენტი. რაზე გავლენა იქნება სავალუტო კურსზე და როგორ იქნება ინფლაცია. სავალუტო კურსზე თუ ამ პერიოდში დოლარი გამყარდა, სხვა დაშვებით, უნებრივია ის აისახება სხვა ვალუტებზე, მათ შორის ლარშიც. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. საქართველოსთვის ამ ეტაპზე და თუნდაც შედარებით ხანგრძლივ სცენარში რაიმე სერიოზული ეკონომიკური ზეგავლენა ნაკლებად არის მოსალოდნელი. ვამბობ, რომ იქნება ინფლაციური რისკები გაზრდილი, მაგრამ რისკების გაზრდა არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც ინფლაცია გაიზრდება. რისკი ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკს მოუწევს გამოიყენოს ბერკეტები, რათა მოახდინოს ამ რისკების დაბალანსება, ანუ დაზღვევა. და აქ ეს ბერკეტები ერთხელ ვიმეორებ, ამიტომ რაღაც სცენარები, რომ ესა გამოიწვევს კატასტროფულად ფასების და ასე შემდეგ, ცოტა არ სერიოზულია. ჩვენ ასევე გვაქვს ბოლო წლებში გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან, ანუ ევროპის ქვეყნებთან, რომლებიც მოცილებული არიან საერთოდ ამ რეგიონს და გეოგრაფიულადაც კი არ იქნებიან ჩართული ამ კონფლიქტში. ამიტომ ეს კავშირები იგივე მე ვთქვი, რომ ნავთობ პროდუქტებთან მიმართება ჩვენ ევროკავშირიდან შემოგვექეს. ნავთობ პროდუქტები და იგივე აზერბაიჯანიდან არანაირი ზეგავლენას არ მოახდენს. საწვავის დეფიციტზე, რაც არის ხოლმე ინფლაციური რისკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მკვლევარი წყარო. მაგრამ იმის გამო, რომ გლობალური ჯაჭვები, მიწოდები შეწყდება, ან მოითხოვს გადამისამართებებს, ბუნებრივია ის აისახება მეთქი. იმპორტზეც, ანუ შემოტანილ საქონელზეც, პირველ რიგში და გაგვეწილად გაძვირებული საწვავი ჩვენ ექსპორტზეც აისახება, არ უნდა ვიფიქროთ, მათ შორის საგზაო გადაძიდვებზე და გადაძიდვები არის სახმელეთოც, სარკინიგზოც და საზღვაოც. იმიტომ დაზღვევის ხარჯი გაიზრდება კიდევ ერთხელ ვამბობ, იგივე საზღვაო გადაძიდვებზე და საწვავის ხარჯიც. მაგრამ თუ რისკებზეა საუბარი, ერთ-ერთი რისკი იქნება უსაფრთხოების რისკი, რომელიც ყველაზე არასაცურველი სცენარია, ეს არის მიგრანტთა ნაკადები. იმიტომ რომ ეს მოსალოდნელი არის ხათაშორის. თუ ეს კონფლიქტზე გამწვავდა, ეს მიგრანტთა ნაკადები მხოლოდ თურქეთის მიმართულებით კი არ წავა. ის წამოვა სომხეთის მიმართულებითაც. იმიტომ რომ ირანი და სომხეთი არიან ფაქტობრივად საზღვარიები. ამიტომ
ჩვენ ყველა სცენარისტის მზად უნდა ვიყოთ ამის თქმა მინდა. როგორც უსაფრთხოების ნაწილში, ისე ეკონომიკურ ნაწილში. იმიტომ რომ დიდი მიგრანტების მიღება შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ როგორც აქ არის ხოლმე რაღაც ძირითადი აქცენტები აქ დემოგრაფიულ ექსპანსიაზე, არამედ საერთოდ დეფიციტი საქონლის. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რუსეთ-უკრაინის ომის დროს საწყის ეტაპზე მოხდა დიდი ნაკადების შემოსვლა, თუმცა იქიდან ადამიანების ნაკადები წამოვიდა, ხო, მიგრანტთა ნაკადები. გარკვეული დეფიციტი შეიქმნა იქ, იმიტომ რომ უფრო მეტი მომხმარებელი ხდება, მაგრამ მერე დაბალანსდა. ანუ მიწოდება მოთხოვნა გაიზარდა და მერე შეძლო მიწოდებაც დააბალანსა. ამიტომ ეგ არ არის ისეთი თქვა ეგზისტენციური რისკი, რომ ქვეყნისთვის რაღაცა პრობლემა იყოს, ელემენტარულად დაბალანსება მიწოდების გაზრდით. ეს არ იქნება პრობლემა. კიდევ მეორე ძელვადიან სცენარზე ყველაზე მთავარი რისკი ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არის ინფლაციური რისკი. იმიტომ რომ მაღალი ინფლაცია ზემოქმედებას მოახდენს ყველაფერზე. გაძვირებული ფასები ზემოქმედებას მოახდენს მომხმარებელთა ჯიბეზე. გაძვირებული ფასები ზემოქმედებას მოახდენს, თითქოს თქვა, მოთხოვნაზე, ერთობლივ მოთხოვნაზე, შეამცირებს, ანუ გაკვეთილ ზემოქმედებას მოახდენს ეკონომიკის განვითარებაზე. იგივე მონეტარული განაკვეთის გაზრდა, თუმცა ეროვნული ბანკი ალბათ მიმართავს, თუ საჭიროება დადგა, შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. მაგრამ ეს არის უბრალოდ დასაშვების სცენარი. უნდა თქვა, რომ როდესაც ხდება ხოლმე იგივე ეროვნული ბანკის მხრიდან ინფლაციური რისკების ანალიზი, მხოლოდ ოპტიმისტური სცენარი კი არ იდება იქ. როცა თქვა გადაწყვეტილებას იღებენ მონეტარული განაკვეთი გაზარდონ, დატოვონ იგივე თუ შეამცირონ. იხილება ხოლმე ყველაზე არასაცურველი სცენარებიც. ანუ აი რადგან ეხლა ჩვენ საუბრობთ ნეგატიური სცენარი და ამის მერე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ასე რომ ჩვენი ეკონომიკა რატომ მოიყვანა იგივე ნავთობპროდუქტების იმპორტის მაგალითი. დღეს გაცილებით დივერსიფიცირებულია, ანუ არ არის დამოკიდებული ერთთან ორ ქვეყანაზე, ვიდრე თუნდაც იყო 5 წლის წინ. ეს რაც უფრო დივერსიფიცირებულია ეკონომიკა, მით უფრო მეტი შანსი აქვს მას, თუნდაც რომელიმე მიმართულება გადააწყოს ალტერნატიული მიმართულებით. ამიტომ ამბობ, აქ არაფერი ისეთი არ არის, უბრალოდ რისკები გაიზრდება და როცა არის ხოლმე ესეთი გლობალური კრიზისები, ის ყველა ქვეყანაზე აისახება. თვალე ამოცანა არის მინიმალური იყოს ეს ფასი, რომელსაც ეს გლობალური კონფლიქტი გადახდა გამოიწვევს. მოკლევადიას კიდევ ერთხელ ვამბობ, რას ვეძახი მე. ხო, მოკლევადიას ვამბობ, რომ უახლოეს 10 დღეში მეთქი. ეს ჩვენ სურათ დავინახავთ, წაიწავა. მოკლევადიანი, მე კი არ ვამბობ, რომ 10 დღეში დამთავრდება კონფლიქტი. ეს შეიძლება ერთი თვე გაგრძელდეს. მაგრამ სურათი იქნება კონფლიქტი საით მიდის. ანუ ეს მიდის კიდევ უფრო მეტი ესკალაციისკენ, ანუ ხდება მისი ლოკალური ესკალაციის გადაფორმატირება უფრო მაღალ გეოპოლიტიკურ ესკალაციაში თუ თავდება აქ, თავდება პირობითად. არ აქვს მნიშვნელობა, ზავით იქნება თუ უბრალოდ საბრძოლო მოქმედებები შეწყდება. ეს ჩვენ ეკონომიკაზე ზეგავლენას მოახდენს მინიმალურს, იცით დროებით. რაღაც მომენტში შეიძლება დიზელის ფასი გაძვირდეს მაგალითად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ გაძვირდება. ეს მოკლევადიანში ვამბობ, იმიტომ რომ მისი ალტერნატივები ჩვენ გვაქვს. მით უმეტეს ირანთან ვაჭრობა კიდევ ერთხელ ვამბობ, მთლიანი ბრუნვის არის საგარეო 1%. ანუ ირანი არ არის ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, έτσι ვთქვათ. მე 10 ადგილზე კი არის, მაგრამ ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა არ არის და მით უმეტეს ექსპორტი არ არის ძალიან დიდი. 48 მილიონი არის არ არის რაღაცა 1%-იც არ არის მთლიანი ექსპორტის, რასაც საქართველოს აწარმოებს საერთაშორისო ბაზრებზე. ამიტომ მე ვამბობ, რომ ეს მისი ზეგავლენა იქნება ძალიან მინიმალური. მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით ეს კონფლიქტი საიწავა, რა სცენარში გადავა. გრძელვადიანში უფრო მეტი თავის ტკივილი გვექნება,
მაგრამ არა კატასტროფული შედეგები, რომ რაღაცა ფასები ავარდება და ამ შემდეგ. ყველაფერი კეთილი არსებობს, იმისა რომ ეს ინფლაციური წლეხი შემცირდეს. გაკვეული ფასის გადახდა ჩვენ მოგვიწევს და ყველა ქვეყანას მოუწევს. ეს ბუნებრივი არის გლობალური კრიზისები. ყოველთვის ახდენს გაკვეულ ზეგავლენას. როგორც მონაწილე ქვეყნებზე, ისევე არამონაწილე ქვეყნებზე. ანუ როგორც პირდაპირ, ისევე არაპირდაპირ ზეგავლენის თვალსაზრისით. მაგრამ ერთი რამე უნდა გავიაზროთ, რომ გლობალურ კრიზისებსაც აქვს თავისი განვითარების სცენარები. მაგალითად, მიწოდების ჯაჭვები თუ ტრადიციული მიმართულებები ჩაწყდება, ყოველთვის ხდება ხოლმე მისი ალტერნატივით შევსება. არ არსებობს ეგეთი რამე, რომ ყველაფერი ჩაიკეტოს ერთდროულად. მით უმეტეს ჩვენი ეკონომიკა, გინდა ექსპორტი, გინდა იმპორტი არის გაცილებით დივერსიფიცირებული, აი ბოლო წლებში. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებში, რომელიც საერთოდ არ არიან დაკავშირებული ამ კონფლიქტთან და გაზრდილი არის იმპორტის მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებიდან იგივე საწავზე მე ამის მამინდა. რაც შეეხება თქვა ისეთ პარამეტრს, როგორც არის გაზი მაგალითად, რომელიც შეიძლება სხვა ქვეყნებისთვის პრობლემა იყო, ჩვენთვის ნაკლებ პრობლემურია, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ვიღებთ გაზს. თუმცა პირდაპირ არანაირი შეხება არ აქვს ამ კონფლიქტთან. ეხლა თუ ჩვენ რაღაცა ფანტასმაგორიულ სცენარებს არ წარმოვიდგენთ, რომ აქ ჩაერთვება რუსეთი, ჩინეთი და ეს გადავა გლობალურ კონფლიქტში, უბრალოდ ამ სცენარს არც განვიხილავ. ეს უკვე არის მესამე მსოფლიო ომი, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირი პროგნოზიდან ამოვაგდებს ყველაფერს. ანუ ეს იქნება ექსტრალეგალური რაღაც სიტუაცია ეგზისტენციული საფრთხე ყველასათვის. ხვდებით ხო თუ ამ სცენარში გადავა. ხანგრძლივ მოქმედებას მე სულაც არ გულისხმობ, რომ მესამე მსოფლიო ომში გადავა, უბრალოდ შეიძლება ეს კონფლიქტი გაიწევს. და რამაც გამოიწვევს იგივე ნავთობზე ფასების და გამოიწვევს ინფლაციური წნეხი, მაგრამ ეს არის არინებადი, არ არის უпростоრად რო თქვა, ჩვენ გვაქვს ბერკეტები, ანუ ეროვნულ საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ეს რისკები დააზღვიოს. ნუ გარკვეული ფასად, მაგრამ არა იმ მოლოდინით რომ რაღაცა კატასტროფა მოხდება, ან კურსი ავარდება, ან არის ხოლმე ეგეთი დამძიმებული სცენარები, განსაკუთრებით ოპოზიციურ ექსპერტებს უყვართ ხოლმე გამუქება და დამუქება სიტუაციის, მაგრამ ჩვენ ძალიან წყნარად უნდა ვიყოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანა დღეს აი ამ სიტუაციაში არ ემუქრება არც ინტერვენციის საფრთხე, არც სამხედრო ესკალაციის სამხედრო და არც ეკონომიკური რაღაცა კატასტროფის საფრთხე. ასე რომ არც კურსი არ გავარდება სხვათა შორის. პირიქით ჩვენ ვხედავთ, რომ ტურისტული ნაკადები იზრდება, ზაფხულის სეზონია და ზაფხულის სეზონში ტრადიციულად ტურიზმი იზრდება, შემოსავალი იზრდება და უცხოური ვალუტის შემოდინება იზრდება. ჩვენ პირიქით ვხედავთ, რომ ლარი არათუ სტაბილურია, უფრო გამყარების ენაც კი მიდის. ამიტომ არაფერი წინაპირობა ახლა არ არის, რომ თქვა ეს ზეგავლენას კურსზე მოხდა. შედარებით ძელბად წინა სცენარზე შეიძლება გამოიწვიოს ამან ზეგავლენა, მაგრამ ვიმეორებ, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი მონეტარული, რომელსაც მას შეუძლია ეს პროცესი დაარეგულიროს, ანუ ეს რისკები, ასე თქვა, დააზღვიოს. და სხვა შორის ჩვენ თუ წინა პერიოდებს განვიხილავთ, საგარეო შოკები, რასაც ქვია, ჩვენმა ეკონომიკამ საგარეო შოკები გაცილებით ნაკლები დივერსიფიკაციის და ნაკლები მდგრადობის პირობებშიც კი გადალახა. ასე რომ ამ საგარეო შოკის ეფექტი მაინც მინიმალური იქნება, ეს არის ჩვენი შეფასება.